სოლიდარობა და მხარდაჭერა მზია მაღლობელს და კი მძიმე სპირალს გადის ჩვენი ქვეყანა. სინდისის პატიმრები, ლაშა სანამაც აი ამ ყველაფრის ნაწილია, კაცურად მოიქცა და თავის ხელით გააღო. საკნის კარი ჩაჯდა ციხეში, კი ეგრე იყო, ანუ შეთავაზება გაუკეთეს რა, აი მართლა ამ ჩმორებმა რა და ამდენი პოლიტიკური პატიმარი, სინდისის პატიმარი და არავინ არ გატეხილა. არავინ არ დანებებულა. პირიქით იქიდან გვაძლევენ ბრძოლის მაგალითს, ეს რეზო კიკნაძე არის რჩეული საოცარი ადამიანი. ქართველი, აი მე ხშირად მეც ვასოც ჩვენი მეგობრები ხშირად განვიხილავთ იმ ეროვნული მოძრაობის იმ გმირებს, რომელთა გმირობაზეც იდგა ის ბრძოლა და დღევანდელი ბრძოლა აი ამ ბიჭებზე, ამ გოგოებზე, ამ ადამიანებზე დგას და კი არ ჩვენ თვითონ უნდა გავაღოთ ციხისკარი. ივანიშვილი ამას არ აპირებს. ყველანაირი ზღვარი გადალახა. რომ დომებოდა რაიმე ჰუმანიზაციის პროცესი დაიწყო, ამის საშუალება ჰქონდა. თუმცა ყველაფერზე უარი თქვა, რატომ? იმიტომ რომ ვასომ როგორც აღნიშნა, გეოპოლიტიკური არქიტექტურა ისე ლაგდება, რომ მას მოუწევს ამ ქვეყნიდან გაქცევა.